ისრაელში სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოიყვანეს ქართულმა მხარემ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ახლო კოორდინაციით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხო დაბრუნება. ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ჩვენს წარმომადგენელს უთხრა, ძალიან დაგვეხმარა ჩვენს უსაფრთხო გადმოყვანაზე. და რა ვიცი, ბევრს ვერ ვლაპარაკობ, ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვართ და ძალიან დიდი მადლობა ყველას. ჩვენი და ისრაელის შესაბამის სამსახურების კოორდინირებული მუშაობის შედეგად დღეს შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ისრაელის საიმიგრაციო სამსახურში, უსაფრთხოდ ჩამოგვეყვანა თბილისში და დღეს ისინი თბილისში არიან თავის საკუთარ ოჯახებთან ერთად. საელჩო მუშაობს განსაკუთრებულ რეჟიმში, საგანგებო რეჟიმში, არის ცხელი ხაზები, რომელზეც შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს დარეკოს და მიიღოს ინფორმაცია და კონსულტაცია, თუ როგორ შეუძლია დატოვოს ისრაელი. დღევანდელ დღეს მეზობელ ქვეყნებთან გახსნილია სახმელეთო საზღვარი, სამწუხაროდ საჰაერო სივრცე დაკეტილია და შეზღუდულია, პრაქტიკულად არ დაფრინავენ რეისები, მაგრამ სახმელეთო შეუძლია დატოვოს. ეს არის იორდანია და ეს არის ეგვიპტე.